მოგესალმებით, მეგობრებო, გავაკეთოთ 2024 წლის ბოლო ამოცანები ლოგიკიდან, მეორე ვარიანტიდან. 15-17 შემდეგ მოცემულობას ეყრდნობა, როგორც ყოველთვის, 3 ამოცანა ერთ და იგივე პირობაზე. 8 სტუდენტისგან, რომელთაგან მხოლოდ 3 A, B და C არის დოქტორანტი, ხოლო დანარჩენი 5 PQRST მაგისტრანტია, 3 საველე ეთნოგრაფიული ჯგუფი უნდა დაკომპლექტდეს შემდეგი პირობების დაცვით. თითოეული სტუდენტი მხოლოდ ერთ ჯგუფში უნდა იყოს, თითოეულ ჯგუფში ერთი დოქტორანტი და ერთი მაგისტრანტი მაინც უნდა იყოს. Q და R სხვადასხვა ჯგუფებში უნდა იყვნენ, P და S ერთსა და იმავე ჯგუფში უნდა იყვნენ და თუ T და C ერთ ჯგუფში იქნებიან, მაშინ Q და A ასევე ერთ ჯგუფში უნდა იყვნენ. ჩამოთვლთაგან ჯგუფების დაკომპლექტების რომელი ვარიანტია შესაძლებელი? ამოვირჩიოთ A ვერსია და გავყვეთ ყველაფერს, ხო? თითოეული სტუდენტი მხოლოდ ერთ ჯგუფში უნდა იყოს, ეგ იმას ნიშნავს, რომ ლათინური ასო არ უნდა განმეორდეს და მასეთ ადვილქულას ნახდათ არ მოგცემენ, ამიტომ ეს ყოველთვის შესრულდება. მაგრამ გამოცდაზე მაინც გადაამოწმე რო რამე, ხო? თითოეულ ჯგუფში ერთი დოქტორანტი და ერთი მაგისტრანტი მაინც უნდა იყოს. პირველში ნახეთ, მაგისტრანტი Q არის დოქტორანტ A-თან, სწორია. მეორე ჯგუფში დოქტორანტი არის C, მესამე ჯგუფში დოქტორანტი არის B, ეგეც სწორია. Q და R სხვადასხვა ჯგუფებში უნდა იყვნენ. Q და R ნამდვილად პირველ და მესამე ჯგუფებს ინაწილებენ, სწორია. P და S ერთსა და იმავე ჯგუფში უნდა იყვნენ, ეგრეა, მეორე ჯგუფში არიან და თუ T და C ერთ ჯგუფში იქნებიან, მაშინ Q და A ასევე ერთ ჯგუფში უნდა იყვნენო. T და C ერთ ჯგუფში არ არიან, ამიტომ რეალურად აღარ გაინტერესებს როგორი იქნება ამ პირობის გაგრძელება, ამიტომ ითვლება, რომ bypass-ი გაუკეთი ამ პირობას, ანუ გვერდია უარე და შესრულებულად ითვლება. ესე იგი, ყველა პირობა დაკმაყოფილდა და პირველივეა სწორი პასუხი, ხო? რა თქმა უნდა გამოვრიცხოთ სხვები. მეორე B პასუხი გამოირიცხებოდა, იმიტომ რომ თუ დააკვირდები მესამე ჯგუფში მხოლოდ P და S-ია, რაც ნიშნავს იმას, რომ ესენი არიან მაგისტრანტები და ის საჭიროებს მეორე პირობის თანახმად ერთ დოქტორანტს მაინც, ანუ C-ა რაღაც ჯგუფის საჭიროებს ერთ დოქტორანტს. და გავაგრძელოთ ახლა G-ში რა ხდება. მაგისტრანტები დოქტორანტებთან არიან A, C, B დოქტორანტები მაგისტრანტებთან ერთად მუშაობენ. Q და R სხვადასხვა ჯგუფებში არიან, ეგრეა. P და S ერთსა და იმავე ჯგუფშია, კი, პირველ ჯგუფშია და თუ T და C ერთ ჯგუფში იქნებიან, აი ამაზე მინდოდა ორიოდე სიტყვის თქვა. მართლაც ნახე, მეორე ჯგუფში T და C დიახ ერთ ჯგუფში არიან. მაშინ რა უნდა მომხდარიყო? უნდა მომხდარიყო ის, რომ Q და A ასევე ერთ ჯგუფში უნდა იყვნენ, მაგრამ Q და A ერთ ჯგუფში არ არიან. პირველი და მესამე ჯგუფი აქვთ მაგათ აღებული. მიხვდი განსხვავებას პირველსა და მესამე შორის. თუ T და C ერთ ჯგუფში არ არიან, აღარ გეხება ეს პირობა. ხოლო თუ T და C ერთ ჯგუფში არიან, მაშინ გეხება და მაშინ უნდა იხელმძღვანელო დასკვნით. თუ დასკვნა არ შესრულდება, ესე იგი არასწორია, ხო? რა თქმა უნდა, თუ დაცულია დასაწყისი შეთანხმება ავტორისა შენდამი, არა? შემდეგში დაირღვა ის, რომ Q და R სხვადასხვა ჯგუფებში უნდა იყვნენო და D ვერსიაში Q და R ერთ ჯგუფში არიან, ამიტომ ეგ ვერსია გამოირიცხება. და ბოლოში რა მოხდა? P და S ერთსა და იმავე ჯგუფში უნდა იყვნენო და P და S გაქცეულები არიან ერთმანეთისგან, ამიტომ E ვერსიაც გამოირიცხებოდა. არ არის ეს სწორი ვერსია, ხო? კარგი. მიხვდი ხო რაზეა საუბარი? არ არის რთული ასაღები ქულა მე-15, სამაგიეროდ მე-16 და მე-17 არის ხოლმე შედარებით კომპლექსური, რომელიც მოითხოვს შავ ფურცელზე გარკვეული ცხრილების ვარიაციების აგებას და ეს ვარიაციები და ცხრილები ვერავინ ვერ გეტყვის წინასწარ როგორი უნდა იყოს, აბსოლუტურად უნიკალური იქნება წელსაც და უბრალოდ იცვლება სახე, თორე მექანიზმი რჩება ზუსტად იგივე რა. რომ რაღაცეები ჯერ უნდა წაიკითხო კითხვა ცხადია და შემდეგ დაუკვირდე სავარაუდო პასუხებს და 95% შემთხვევებში მე-16 და მე-17 ტესტი იხსნება სავარაუდო პასუხებიდან. ეხლა ნახეთ, როგორი რაღაც არის.
რადგან A, B და C დოქტორანტი გვყავს და მაგისტრანტები P, Q, R და S და T სამისავე ეთნოგრაფიული ჯგუფი უნდა დაკომპლექტდესო და რადგან და გამომდინარე იქედან რომ თითოეულ ჯგუფში ერთი დოქტორანტი და ერთი მაგისტრანტი მაინც უნდა იყოს, უეჭველია რომ სამივე ჯგუფში დოქტორანტი უეჭველი უნდა გყავდეს, იმიტომ რომ შეიძლება ჯგუფში მაგალითად ყველა დოქტორანტი იყოს, არა რა თქმა უნდა, იმიტომ რომ მაშინ სხვა ჯგუფები დოქტორანტის გარეშე რჩებიან. შეიძლება AB ერთად იყოს და C ცალკე, მაშინ მესამე ჯგუფს დოქტორანტი აღარ რჩება. ამიტომ ეგ მინიშნება იდო რა, რომ რადგან სამი ჯგუფი დგება და დოქტორანტები უნდა მუშაობდნენ მაგისტრანტებთან ერთად, აუცილებელია რომ სამივე ჯგუფზე გადანაწილდეს ეს სამი დოქტორანტი. და ახლა რას გვეკითხებიან? თუ A4 სტუდენტისგან შემდგარ ჯგუფშია, მაშინ ჩამოთვლთაგან რომელ შემთხვევაშია შესაძლებელი იმის დადგენა თუ ვინ არის იმ ჯგუფში, რომელშიც არის B. თუ B-ს დაადგენ, ვინ არის იმ ჯგუფში, რომელშიც არის B, დამიჯერე ყველაფერს დაადგენ. მაგრამ პირველ რიგში პატარა დასკვნების გამოტანის დრო არის. რადგან A4 სტუდენტისგან შემდგარ ჯგუფშია, საკუთარ თავებს კითხვა უნდა დაუსვათ, ვინ არის ეს ფიგურანტი და ფიგურანტები, ვინები არიან, ვინებიც და რომლებიც A-სთან ერთად იქნებიან. ეხლა ერთ-ერთი პირობის თანახმად P და S ერთსა და იმავე ჯგუფში უნდა იყვნენ, ხო მართალია? მაგრამ მეორე პირობა საპირისპიროა ამისი და გვეუბნება, რომ სხვადასხვანაირად ჟღერს, Q და R სხვადასხვა ჯგუფებში უნდა იყვნენო. ეხლა ნახე, შენ თუ სიტყვაზე იცი, რომ P და S ერთსა და იმავე ჯგუფში უნდა იყვნენ და P და S მაგალითად ჩაწერა არა A-სთან, არამედ B-სთან, ან თუნდაც C-სთან, ხო? A-სთან ხო აღარ არის P და S და წაიშალა. მაშინ რა მოხდება, იცი, Q და R ხო სხვადასხვა ჯგუფებში უნდა იყვნენ, ანუ Q-ს და R-ს ერთად ვერ დაწერ A-სთან. ან Q უნდა დაწერო, ან R, ერთ-ერთი მაგათგან. ხო? და შედეგად, R დავუშვათ წამოვიდა C-სთან, ხო, სიტყვაზე. და მაქსიმუმ რამდენი ადამიანი დგება A-ს ჯგუფში? რამდენი ადამიანისგან შედგება A-ს ჯგუფი? შედგება სულ 3 კაცისგან. რაც წარმოუდგენელი რამ არის, იმიტომ რომ პირობას ეჯახები, თუ A4 სტუდენტისგან შემდგარ ჯგუფშიაო და უნდა იყოს 4 ჯგუფი, 4 კაცი A-ს ჯგუფში. მიხვდი რა ხდება, ანუ P და S-ის გარეშე 4 კაცი A-სთან ვერ კომპლექტდება. P და S თუ ამოაგდება A-სგან, დაგრჩება 3 კაცი. P, Q1, R, ესე იგი P და S ხო ამოაგდე A-სგან და დაგრჩება A, Q1, R და T. ეგ არის 3 ადამიანი. ამიტომ იმისთვის რომ 4 შეიკრიბოს, აუცილებელია რომ P და S A-სთან იყოს ყველა ვარიანტში. ხვდებით? და დანარჩენი უკვე მოსინჯვის ამბავია რა. თუ A4 სტუდენტისგან შემდგარ ჯგუფშია, ჩამოთვლთაგან რომელ შემთხვევაშია შესაძლებელი იმის დადგენა თუ ვინ არის იმ ჯგუფში, რომელშიც არის B. P პირველი, ხო? P4 სტუდენტისგან შემდგარ ჯგუფშია. P-ც და S-იც როგორც A და D ვარიანტები გვამცნობს, ორივე ექვივალენტურია. ანუ P-ც 4 სტუდენტისგან შემდგარ ჯგუფში იქნება და S-იც 4 სტუდენტისგან შემდგარ ჯგუფში იქნება, იმის გამო რაც ვილაპარაკეთ. და აუცილებლად A-სთან ერთად იქნებიან, მაგრამ აი მეოთხე წევრი არის სათუო. მაგალითად, შეგიძლია ჩაწერო სიტყვაზე A-სთან T, შეგიძლია B-სთან ჩაწერო Q მაგალითად და C-სთან ჩაწერო R. და ნახე რა მოხდა. რა თქმა უნდა, თითოეული სტუდენტი მხოლოდ ერთ ჯგუფშია, თითოეულ ჯგუფში ერთი დოქტორანტი და სხვა მაგისტრანტები არიან. ერთი მაგისტრანტი მაინც უნდა იყოს, ანუ კი მინიმუმ ერთი მაგისტრანტი გვყავს. Q და R სხვადასხვა ჯგუფებში არიან. P და S ერთსა და იმავე ჯგუფებში უნდა იყვნენო და არიან იქნებიან და თუ T და C ერთ ჯგუფში იქნებიან, T და C ერთ ჯგუფში არ არიან, ხო? რა თქმა უნდა, იმიტომ რომ C უნდა იყოს დოქტორანტი და T A-ს მივანიჭე. ამიტომ ყველა პირობა შესრულდა, მაგრამ რისი თქმა მინდა შენთვის, იცი? ეს არ არის ერთადერთი ვარიანტი, იმიტომ რომ შეიძლება B-სთან ყოფილიყო სიტყვაზე არა Q, არამედ B-სთან ყოფილიყო R მაგალითად და Q-სთან ჩამოსულიყო, C-სთან ჩამოსულიყო Q. პრობლემა არ არის, ხო? ან პირიქით. ან შესაძლებელია ესეთი რაღაცაც მოხდეს, მაგალითად ტესტ ნაცვლად A-სთან ავიტანო Q, B-სთან ჩავწერო R, ან R
და C-სთან რჩება T და ამოქმედდა ბოლო პირობა. ნახე, თუ T და C ერთ ჯგუფში იქნებიან, მაშინ Q და A ასევე ერთ ჯგუფში უნდა იყვნენ. დიახ, მოხდა ეგ. Q და A ერთ ჯგუფში არიან. ამიტომ B-სთან ვერ ირკვევა ზუსტად რომელი უნდა იყოს. მაგალითად, A-სთან ჩაიწეროს სიტყვაზე ერი. მაგ შემთხვევაში უეჭველი იცი, რომ T და C ერთად ვერ იქნებიან, იმიტომ რომ T და C-ს ერთობის შემთხვევაში Q და A-ც ერთად უნდა ყოფილიყვნენ და ეგ ვეღარ ხორციელდება, იმიტომ რომ გავსებულია პირველი ჯგუფი. ამიტომ T B-სთან იქნებოდა და Q იქნებოდა C-სთან. მაგრამ და რა თქმა უნდა მოიხსნა ბოლო პირობა, რომ თუ T და C ერთ ჯგუფში იქნებიან, ისინი აღარ არიან ერთ ჯგუფში და რაც კიდე მოხდეს. მაგრამ ნახეთ, რამდენი ვარიანტი დავაბზრიალე ახლა. არც A არის სწორი პასუხი და არც D არის სწორი პასუხი. იმიტომ რომ T და S 4 სტუდენტისგან შემდგარ ჯგუფში რო არის, მოვსინჯე მთელი რიგი ვარიანტები და ხან რა არის B-სთან, ხან C-სთან, ხან A-სთან, ამიტომ ვერაფერი ვერ ირკვევა, როგორც უკვე მოისმინე გასული 5 წუთის მანძილზე, ხო? შემდეგი ვარიანტი რა არის? B ვერსია. Q 4 სტუდენტისგან შემდგარ ჯგუფში. ამ სამეულს მიამატებდი Q-ს და დაფიქრდებოდი, ეხლა B-სთან რა იქნებოდა. B-სთან შეგიძლია ერი გაუშვა და C-სთან T. მაგ შემთხვევაში თუ T და C ერთ ჯგუფში იქნებიან, მაშინ Q და A ერთ ჯგუფში არიან, დიახ, სრულდება ეს პირობა, მაგრამ ისიც შეიძლება მოხდეს, რომ T იყოს B-სთან და C-სთან იყოს ერი. პრობლემა არაა, მაინც ყველაფერი დაცულია. Q და არის სხვადასხვა ჯგუფშია, P და S ერთად არის, თუ T და C ერთად არის, იქნებიან, არ არიან და მოიხსნა ეგ პირობა. დარღვევად კი არ ითვლება, ითვლება, რომ ბაიფასი გაუკეთი, ანუ გვერდია უარი. ამიტომ Q-ს ყოფნაც A-სთან დაზუსტებულ ინფორმაციას ვერ იძლევა, როგორც ხედავთ, ხო? ერი 4 სტუდენტისგან შემდგარ ჯგუფში, ანუ ერი არის A-სთანო. თუ ერი არის A-სთან, მაგ შემთხვევაში მე ვიცი, რომ თუ T-ს ჩავწერ C-სთან, ამოქმედდება ბოლო პირობა, რომლის თანახმადაც თუ T და C ერთ ჯგუფში იქნებიან, მაშინ Q და A-ც ერთ ჯგუფში უნდა იყვნენ, რაც ვეღარ ხერხდება. იმიტომ რომ გაივსო A-ს 4-ეული ჯგუფი, შესაბამისად 100%-იანი T უნდა ავიდეს B-სთან, რომ ბოლო პირობა მოიხსნას და Q წამოვა C-სთან. და აი ეს არის სწორი პასუხი. ერი 4 სტუდენტისგან შემდგარ ჯგუფში თუ იქნება, ის იქნება A-სთან, P-სთან და S-თან და T გამორიცხულია უკვე C-სთან წოვდეს ბალახს, იმიტომ რომ Q და A ერთად ვეღარ მოხვდება და იმისათვის, რადგან ვერ მოხვდება და იმისათვის, რომ გავაბათილო ეგ პირობა, T უნდა მოუხსნა C-სგან და ავიტანო B-სთან და ყველაფერი გაირკვა, B-სთან იქნება T, C-სთან Q და A-სთან ვისაც ხედავ ის იქნება. რა მოხდება მაშინ, თუ კი ბოლო პირობას განვიხილავთ T 4 სტუდენტისგან შემდგარ ჯგუფში, ამ შემთხვევაში ბოლო პირობა მოიხსნა, T და C ერთ ჯგუფში არასოდეს არ იქნებიან და შეიძლება იტრიალოს ამან. B და ერი იყოს ერთად, C და Q, ან შესაძლებელია B და Q და C და ერი. ამიტომ დაზუსტებით ვერ დგინდება B-სთან და C-სთან რა უნდა იყოს და G იქნება ოფიციალურად სწორი პასუხი ამ ტესტში, ხო? არა, ხო ძნელი, უბრალოდ შრომატევადია და დროს მოითხოვს რა. შრომატევადი, რა თქმა უნდა, გონებრივი თვალსაზრისით შრომატევადია, იმიტომ რომ თუ გამჭრიახობის და საზრიანობის გარეშე და დაშვებების გარეშე და ლოგიკური ბაზისების ცოდნის გარეშე ამ ტესტების ამოხსნა შეუძლებელია. სწორედ ამაში ვამზადებდი ნოემბრიდან ჩემს მოსწავლეებს და დარწმუნებული ვარ, თითოეული მათგანი ჩვენივრად გაართმევს ამ დავალებებს თავს. მაგრამ ამ ვიდეოებითაც შეიძლება რაღაცის სწავლა რა, რომ აი თუნდაც თუ ნაწილაკზე, თუ კი ის არ სრულდება, რაც წერია, დასკვნაზე აღარ გიწევს მსჯელობა, ხო? არა მარტო მათში ვარ დარწმუნებული, ვინც ჩემი მოსწავლე იყო ამ წლის მანძილზე, არამედ მათშიც, ვინც ყურადღებით ისმენს ჩემ ვიდეოებს, პატივს მცემს და არც კეთილსიტყვებს იშურებს ჩემ მიმართ და მადლობა ასეთ ერთგულ მსმენელებს, იმიტომ რომ არც ერთ ვიდეოში მე ხარვეს არ უშვებ, ყველაფერს 1000 ჯერ ვამოწმებ და ყველაფერი ოფიციალური პასუხია, რასაც გთავაზობთ და ყველაზე მაგარი ამოხსნის გზა აბსოლუტურად უნიკალური. იმიტომ რომ ეს ჩემი full-time პროფესია და ამის გარდა მე არაფერზე ვფიქრობ. და ჭამ ნიჭს ღმერთისგან ბოძებულს გახმართ და გაძლევთ, გაწვდით თქვენ, რომ
შეისწავლოთ ეს სფერო და ამ გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემდეგაც იყოთ წარმატებულები თქვენსავე სფეროში. ბოლო ტესტი. თუ Q და S-ი ერთ ჯგუფში არიან, მაშინ ჩამოთვლთაგან რომელი იქნება საკმარისი იმისათვის, რომ თითოეული მაგისტრანტისთვის დავადგინოთ, რომელ დოქტორანტთანაა ის ჯგუფში. ესე იგი, აქ ერთი საინტერესო დეტალია, თუ Q და S-ი ერთ ჯგუფში არიანო, ორეულზე, დუეტზე გელაპარაკება თითქოს ავტორი, მაგრამ სინამდვილეში საუბარია ტრიოზე, ანუ სამეულზე. რატო? იმიტომ რომ ბოლოსწინა პირობის თანახმად ისიც არის ცნობილი, რომ P და S-იც ერთსა და იმავე ჯგუფში უნდა იყვნენ. და თუ Q და S-ი ერთ ჯგუფში იქნებიან, აუცილებლად Q-ს და S P-ს მიემატება, იმიტომ რომ P და S-იც ერთი და იგივე ჯგუფში უნდა იყვნენ. და უნდა მოვსინჯოთ ისევ პასუხებიდან და რომლით შეივსება ცხრილი ზუსტად, არაფერი არ შეცვლილა, ზუსტად იგივეს ვაკეთებთ. ნახეთ, რომელ შემთხვევაში დადგინდება ვინ ვისთან ძოვს ბალახსო, ხო? ნახე, ავერსია, A და P ერთ ჯგუფში არიან. თუ A და P ერთ ჯგუფში არიან, ბუნებრივია, რომ P და S-ი ერთ ჯგუფში უნდა იყვნენ, აქ S-ი მიეწერება და ასევე მიეწერება რა? Q-ც, იმიტომ რომ Q და S-ი ერთ ჯგუფში უნდა იყვნენ. მაგრამ აქ იქნება ალტერნატივა. მე დამრჩა R და T, შეიძლება R B-სთან იყოს და T C-სთან. მაგ შემთხვევაში თუ ბოლო პირობას გადავავლებთ თვალს და შევავლებთ თვალს, თუ T და C ერთ ჯგუფში იქნებიან, მაშინ Q და A ასევე ერთ ჯგუფში უნდა იყვნენო. დიახ, C და T ერთად არიან და Q და A-ც ერთად არიან. მაგ შემთხვევაში სრულდება პირობა, მაგრამ შესაძლებელია B-სთან იყოს T და C იყოს R-თან და ამ შემთხვევაში ბოლო პირობა საერთოდ მოიხსნა, აუარეთ გვერდი მაგ პირობას და მაგ ბულეტ წერტილოვან პირობას და ყველაფერი რიგზეა. მაინც შესრულდა ყველა ჩამოწერილი პირობა. რას ნიშნავს შესრულდა? შესრულდა ნიშნავს იმას, რომ B-სა და C-ს ეცვლებათ მაგისტრანტები და შესაბამისად მაგისტრანტებისთვის ვერ დაადგენ, რომელ დოქტორანტთანაა ის ჯგუფში ზუსტად. ამიტომ A და P საკმარისი არ არის, ხო? A და P-ს ერთობა საკმარისი არ გახლავთ. შემდეგ B ვერსია, B და R ერთ ჯგუფში არიან. თუ B და R ერთ ჯგუფში არიან, ახლა მე მაქვს ალტერნატივა. P, Q და S-ი გაუშვა A-სთან, P, Q და S-ი. რატო? იმიტომ რომ Q და S-ი ერთ ჯგუფში არიანო და P და S-იც თუ ერთსა და იმავე ჯგუფში არიან, მიემატა P-ს, ხო, მაგ ორეულს. მაშინ T გამოვიდა C-სთან და კვლავ ამოქმედა ბოლო პირობა T და C-ს ერთად ყოფნის შემთხვევაში Q და A უნდა იყოს ერთად და დიახ, ასეა. მაგრამ მიკითხავთ, ეს არის ერთადერთი ვარიანტი? ეს არ არის ერთადერთი ვარიანტი, იმიტომ რომ შესაძლებელია C-სთან გადმოვარგდეს P, Q და S-ის სამეული და A-სთან ავიდეს T და დააკვირდით, არაფერი არ ირღვევა, ყველაფერი შესრულებულია. დოქტორანტებთან მაგისტრანტები არიან, Q და არის სხვადასხვა ჯგუფებში არიან, P და S-ი ერთად არიან, თუ T და C ერთად არიან, არ არიან და მორჩა. მიხვდით როგორი რაღაც არის? ამიტომ აქაც ვერ დგინდება ზუსტად რასთან გვაქვს საქმე და ვინ ვისთან უნდა იყოს. A და R ერთ ჯგუფში არიან, თუ A და R ერთ ჯგუფში არიან, გამიხილოთ ეხლა რა მოხდება, ხო? A და R თუ ერთ ჯგუფში არიან, Q, S და P უნდა ჩავწერო სადღაც. A-სთან ვეღარ ჩაიწერება, იმიტომ რომ 5 კაცი გამოვა. 5 არ შეიძლება, 4 არის მაქსიმუმი, თორე ერთი დოქტორანტი მაგისტრანტის გარეშე დარჩება. რა მოხდება P, S და Q თუ ჩავწერეთ B-სთან, მაგ შემთხვევაში C-სთან წავა T დარჩენილი და ამოქმედება პირობა, რომ თუ T და C ერთ ჯგუფში იქნებიან, მაშინ Q და A ასევე ერთ ჯგუფში უნდა იყვნენ და ეს ვეღარ ხორციელდება. ამიტომ რადგანაც A-სთან R ჩაგვისვა ავტორმა, შეუძლებელია, რომ T იყოს C-სთან, რადგან Q ვეღარ მოხვდება A-სთან. იმიტომ რომ Q, S და P ერთი სამეულია, რომელიც A-სთან ვეღარ ჯდება ადგილების არარსებობის გამო. ამიტომ აუცილებელია, რომ T B-სთან ავწიოთ და C-სთან იყოს Q, S და P, როგორც გაფრთხილებული ვართ და ეგ გამოდის რა სწორი პასუხი, ხო? A და R ერთ ჯგუფში არიან და მაგ შემთხვევაში T და C-ს ერთობა გამორიცხულია და C-სთან იქნება Q, S, P, ხოლო T-ს შერჩა B.
მოდი გადავამოწმოთ მაინც სხვა პასუხები, რამდენად არაზუსტია, ხო? C და P ერთ ჯგუფში არიან, თუ C და P ერთ ჯგუფში არიან, მაგ შემთხვევაში Q უნდა მიყვეს ну, რადგან P წერია, S-იც ხომ არ იქნება, ესე იგი P და S ერთად არიან და აქვე იქნება Q, ხოლმე თანხმები. და აქ ვარ მე ალტერნატივების წინაშე. შესაძლებელია B-სთან იყოს R და A-სთან იყოს T, ან შესაძლებელია ძალიან ჩვეულებრივ, რომ R ავიტანო A-სთან და T ჩამოვიტანო B-სთან. ამიტომ ვერ დგინდება კონკრეტული მაგისტრანტისთვის რომელ დოქტორანტთან უნდა იყოს, ხო? ცვალებადია. და შემდეგ B და T ერთ ჯგუფში არიან, B და T ერთ ჯგუფში არიან, აბა ეგ ვერსია განვიხილოთ. თუ B და T ერთ ჯგუფში არიან, მაგ შემთხვევაში P, Q და S-ის ბედი ისევ არ ვიცი, შესაძლებელია P, Q და S იყოს მეზობელი 100 და მაშინ C-სთან წავა R, ყველა პირობა დაკმაყოფილებულია, ან შესაძლებელია, რომ C-სთან წამოვიდეს P, Q და S და A-სთან იყოს R 100, ხო? ან პირიქით. ამიტომ B და T ერთ ჯგუფში ყოფნაც არაფრის მომცემია. A და R-ია მოკლედ რა, სწორი პასუხი, რატო? იმიტომ რომ თუ ნახე შეიძლება იკითხო, აქაც ხო A და R-ია. კი ბატონო, მაგრამ ეგ კონკრეტულ შემთხვევაში P, Q და S შეიძლება დაიკავოს, იკავებდეს R-ის პოზიციას და შეიცვალოს, მაგრამ თუ აპრიორი ამოსავალ წერტილად შენ ისიცი, რომ A და R ერთ ჯგუფში უნდა იყვნენ, მაგ შემთხვევაში P, Q და S შეუძლებელია ჩაიწეროს B-სთან, იმიტომ რომ T-ს რჩებოდა C და ამოქმედდებოდა ბოლო პირობა, სადაც Q და A ერთად უნდა ყოფილიყვნენ, ეგ შეუძლებელია, ამიტომ B-სთან აუცილებლად T უნდა იყოს, რომ ბოლო პირობა გავაბათილოთ და Q და S ერთ ჯგუფში იქნებიან, კერძოდ C-სთან და მაგას მიემატება P პირობის თანახმად და ესეთ შემთხვევაში უკვე ზუსტად დგინდება, რომელ დოქტორანტთან რომელი მაგისტრანტი უნდა იყოს. კარგი, ეს ვიდეო ჩაწერილია როდის? 2025 წლის 21 ივლისს. ხვალ არის ლოგიკის და რაოდენობრივის გამოცდა და წარმატებებს გისურვებთ თითოეულ თქვენგანს. ამით ჩვენ მოვვრჩით ამ ვიდეოების ატვირთვას და არწმუნებული ვარ წაკითხulis გააზრებასა და წერას გაართმევდით თავს, მაგაში რთული არაფერია, მაგრამ ხვალ არის ძნელი სესია, ამიტომ აბა წარმატებებს გისურვებთ, ღმერთმა დაგლოცოთ და ყველაფერი მაგარი თქვენ ცხოვრებაში, ჯანმრთელები იყავით და ბრძოლა ბოლომდე გახსოვდეთ ყოველთვის არასდროს დაკარგვავთ რწმენა, იმედი და ქრისტეს სიყვარული. აბა დროებით და შეხვედრამდე.